მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? გამოვხატავ თქვენს მიმართ დიდ მადლიერებას იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, იმისთვის, რომ იწონებთ, იმისთვის, რომ აკომენტარებთ ჩემს ვიდეოებს და ხართ უკუ კავშირზე. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. მე დღეს თქვენთვის მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რომელიც ერთ-ერთმა ჩემმა აქტიურმა მაყურებელმა მთხოვა. და კითხვა მდგომარეობს ასე. გააცნობიერა ამ ადამიანმა თქვენი დაკარგვა და ნანობს თუ არა თქვენს დაკარგვას. მაშას ნახოთ მეგობრებო. გააცნობიერა თუ არა ამ ადამიანმა ეს რეალობა, რომ დაგკარგათ თქვენ და რამდენად ნანობს. პირველ რიგში ვნახოთ სიგნიფიკაცია და ყურადღებით მინდა სიგნიფიკაციას მოусმინოთ და გეტყვით, რომ ეს ეხება დასრულებულ, დაპაუზებულ ურთიერთობას და თუ თქვენი არ არის მეგობრებო, არ ყუროთ მაშინ ამ ვიდეოს და გადადით შემდეგ ვიდეოებზე. მაშასე, ვინ არის ეს ადამიანი, ვისაც ვაკეთებთ გაშლას, ვინ არის? ადამიანი გახლავთ დაოჯახებული, რომელსაც აქვს სტაბილური ოჯახი და ეს ადამიანი ალბათ იმყოფება თავის ოჯახში, დაკავებულია ახლა ოჯახური საქმეებით, ან მეგობრებო, სრულად გადართულია თავის ფინანსურ შემოსავლებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე ფიქრობს და ფიქრობს, როგორ გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. კიდევ ვინ არის ეს ადამიანი? ადამიანი, რომელმაც მე გითხარით მეგობრებო, რომ ეს ადამიანი არის დაოჯახებული, თუმცა ამ ადამიანმა ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა და ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოხდა ალბათ თქვენს ურთიერთობაში, რამაც ეს ადამიანი მიიყვანა იქამდე, რომ გაეცნობიერებინა რეალურად აი ის მდგომარეობა, სადაცახლაა და რატოც არის ახლა. ერთგვარი გაკვეთილი იყო ამ ადამიანისთვის თქვენთან ურთიერთობა, ძალიან დიდი გაკვეთილი ჩაუტარეთ და ძალიან დიდი მასწავლებელი გამოდექით ამ ადამიანისთვის რეალურად მის ცხოვრებაში. შეიძლება თქვენ გქონდეთ ასაკობრივი სხვაობა, ან როგორც გითხარით, ყველაზე მეტი მაინც იქით მიყავს ტაროს, რომ ამ ადამიანს ყავს ოჯახი. თქვენს მიმართ რა დამოკიდებულება ქონდა ამ ადამიანს, მოდი ვიკითხოთ. თქვენს მიმართ რა დამოკიდებულება ქონდა ამ ადამიანს? მეგობრებო, ვერ აგირჩიათ ამ ადამიანმა. ამ ადამიანმა რეალურად ვერ აგირჩიათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ობიექტივი იყავით მისი გეგმების, ოცნებების, ძალიან ლაღათაც გრძნობდა ერთ დროს თქვენთან თავს, თუმცა თუ თქვენ გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდით მის აზრებს, სურვილებს, გეგმებს, ეს ადამიანი ცოტა არ იყოს მანიპულირებდა. მუდმივად ამ ურთიერთობაში ეს ადამიანი ორიენტირებული იყო მხოლოდ თავის სურვილებზე და თავის გეგმებზე. თქვენ ხშირად აიგნორებდა თქვენს სურვილებს და მაინც პირველ პლანზე თავის თავს და თავის გეგმებს აყენებდა ალბათ. ერთგვარი მანიპულირება შეეძლო ამ ადამიანს აი ამ
თქვენს ურთიერთობაში და მე აქ ვხედავ, რომ არჩევანი არ გაკეთდა თქვენს სასიკეთოდ ამ ადამიანმა ვერ გააკეთა თქვენზე არჩევანი. კი? და როგორც ჩანს ამ ადამიანმა აირჩია ოჯახი მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მიმართ ვერ ვიტყვი, რომ ემოცია და გრძნობები არ ქონდა. ქონდა ამ ადამიანს თქვენს მიმართ ემოციები და გრძნობები, მაგრამ როგორც კი თქვენ შეეწინააღმდეგეთ, აღარ იყავით აი მისი აღარ ეთანხმებოდით მის მანიპულაციებს, ეს ადამიანი რაღაც მომენტში გადგა გვერდზე. კარგით, მეგობრებო, მოდი მთავარ კითხვაზე გადავიდეთ ახლა. გაცნობიერა, რომ დაგკარგათ რეალურად ამ ადამიანმა? გაცნობიერა თქვენი დაკარგვა ამ ადამიანმა? გაცნობიერა, მეგობრებო, და შეხედეთ რა სიტუაციაშია. ფიქრები, რომ გამოსავალი აღარ არის, არ გრძნობს თავს კარგად. გაცნობიერა ამ ადამიანმა ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მეგობრებო. ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ისეთი ადამიანია, რომელიც პირდაპირ არ იღებს გადაწყვეტილებას, თავისი ფიქრის, განსჯის შედეგად იღებს ეს ადამიანი ყოველთვის გადაწყვეტილებას. მაგრამ ჩავარდა ეს ადამიანი ისეთ სიტუაციაში, არ ვიცი რატომ, ან რის გამო, ან ვის გამო, მაგრამ ჩავარდა ისეთ სიტუაციაში, როდესაც არის ხელებს შეკრული, შებორკილი, ოღონდ ეს გონია რეალურად არსებობს გამოსავალი, აი ამ სიტუაციიდან რომ გამოვიდეს, აი ამ ჩიხიდან, სადაც ეს ადამიანი არის. ეს არის მენტალური ჩიხი, მეგობრებო. თავის გონებაშია ეს ჩიხი რეალურად და ამ ადამიანს ძალა არ შესწევს, რომ გამოვიდეს აი აქედან. ახლა იმ ეტაპზეა, მეგობრებო, როდესაც აი თქვენი დაშორების შემდეგ რა ტკივილიც გაიარა ამ ადამიანმა, აი ამ ჭრილობების მოშუშების ეტაპზეა და ახლა ისეთ სიტუაციაში ეს ადამიანი, როდესაც არ აქვს თავი იმოქმედოს, არ აქვს ძალა, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი და არ აქვს ძალა, რომ აი წინ აღუდგეს აი ამ ჩიხს და როგორღაც გამოვიდეს აქედან. რეაბილიტაციის პერიოდს გადის და იარებს, იშუშებს. გაცნობიერა ამ ადამიანმა სწორედაც ეს სიტუაცია, რომ დაგკარგათ და სწორედ ამიტომ არის ასეთ მტკივნეულ პერიოდს, რომ გადის ეს ადამიანი. როგორ ხედავს ამ სიტუაციას ეს ადამიანი რეალურად? და დაკარგა ის ერთადერთი განუმეორებელი იმპერატრიცა, რომელიც შეესაბამებოდა მის გემოვნების ადამიანს. თქვენ მისთვის ნამდვილად იყავით საოცნებო, ყველანაირად შემკული ადამიანი, როგორც გარეგნობით, ასევე პიროვნული თვისებებით, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს და მან გააცნობიერა, რომ დაგკარგათ და ისე არასოდეს აღარ იქნება, როგორც იყო. ნანობს, თუმცა აი გაცნობიერებაზე, როდესაც ამოვიღე მე არკანები, იქვე აღმოჩნდა მისი ტკივილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვკითხოთ ტაროს, ნანობს ეს ადამიანი აი ამ სიტუაციას.
ნანობს კი არა ძალიან დაემხო ამ ადამიანს ყველაფერი თავზე, კოშკის არკანით, ხუთიანი პენტაკლებით ეს ადამიანი ძალიან ცუდ სიტუაციაშია მეგობრებო. ურესურსობა სჭირს ამ ადამიანს და ფიზიკურ ტკივილს, სულიერი ტკივილი ფიზიკურ ტკივილში გადასდის ამ ადამიანს. იმდენად ნანობს და ამბობს, რომ ეს ერთგვარი და ნანობს და იცის, რომ აი ეს სიტუაცია მან დაიმსახურა და ერთგვარი გამოცდილებაა ეს ყველაფერი. მე თავში ვახსენე, რომ თქვენ იყავით მასწავლებელი ამ ადამიანისთვის ცხოვრების, ანუ როგორ გითხრათ მეგობრებო, თქვენ ეს შეიძლება კარმული ურთიერთობა იყოს და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები შემოდიან იმისთვის, რომ რაღაც ვისწავლოთ და თქვენც ამ ადამიანისთვის იყავით ცხოვრებაში სწორედ ის საბედისწერო ადამიანი, რომელსაც უნდა ესწავლებინა ამ ადამიანისთვის ძალიან ბევრი რამ ცხოვრებაში. მიუხედავად დიდი ტკივილის, ახლა თქვენს რასაც განიცდით და მიჩვენებს ტაროამასაც, რომ თქვენც ძალიან გტკივათ, თქვენ ერთმანეთისთვის კარმული პარტნიორები იყავით და რაღაც უნდა გესწავლათ აი ამ გაკვეთილისგან. ნანობს ტკივა, როდესაც აცნობიერებს აი ამ სიტუაციას, რომ დაკარგათ, საშინელ დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება ეს ადამიანი და გეტყვით, რომ ჯერ არ გამოსულა ეს ადამიანი აქედან. გავიგეთ კითხვაზე პასუხი, რომ ძალიან ნანობს, გაცნობიერა და ტკივილიანია მისი გაცნობიერება, რომ დაგკარგათ და მაშინ ვკითხოთ, მოიმოქმედებს რამეს ურთიერთობის აღსადგენად ეს ადამიანი. მოიმოქმედებს. ბედის ბორბალი მეგობრებო, არ ვიცით, ბედის ბორბალი ისეთი არკანია, როდესაც არ იცი რეალურად რა მოხდება და კიდევ ერთხელ დამიდასტურა არკანებმა, რომ ეს ნამდვილად კარმული სიტუაციაა და ახლა ამ ადამიანს ძალიან ესეთ ვარსკვლავად მიაჩნიხართ, რომელიც სადღაც ანათებთ, სადღაც მის ცნობიერში, თუ ქვე ცნობიერში, სადღაც კაშკაშებთ, მაგრამ ის ვეღარ მოგწდებათ. ასეთი განცდა აქვს ამ ადამიანს, მაგრამ მოიმოქმედებს თუ არა ურთიერთობის აღსადგენად ეს ადამიანი რამეს აქ ბედის ბორბალი კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ ეს არის თქვენი კარმული სიტუაცია, სადაც მხოლოდ ბედის წერაზეა დამოკიდებული ეს ურთიერთობა აღდგება თუ არა. თუმცა აქ თქვენ ამოდიხართ მეგობრებო, ისევ გაქვთ თქვენ ემოციები, საკმაოდ ემოციური ქალბატონი ხართ, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს აი ეს გრძნობები ამ ადამიანის მიმართ, თუმცა თქვენ აი ამას მალავთ და ძალიან დიდ ტვირთად გაწევთ ის, რომ თითქოს ვერც ამბობთ ამ ყველაფერს. იმედია მე გავეცი თქვენს კითხვას პასუხი, მე არა ტარომ გასცა თქვენს კითხვას პასუხი. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ჩემთან ხართ. მაინტერესებს რამდენად რეზონირდა, რამდენად იყო თქვენი გაშლა. მე ძალიან დიდი სიყვარულით და სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, მაბედნიერებს თქვენი უკავშირი და კვლავ ველი აი ამ დიდ სიამოვნებას თქვენგან და მეც გვპირდებით, რომ ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით მაინც მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის სასურველ თემაზე და მომწერეთ, რაზე გსურთ შემდეგი გაშლა გავაკეთოთ. დროებით მეგობრებო.